სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს დღევანდელ კვირიაკეს განსაკუთრებული დატვირთვა, განსაკუთრებული შინაარსი აქვს. არის ხსენება მართლისა სვიმეონ ღვთის მიმქმელისა გუშინ მირქმის დღესასწაული იყო და თქვენისით რომ საუფლო დღესასწაულების შემდგომ იხსენიება ის წმინდანები, რომლებიც უშუალოდ თანამონაწილე იყვნენ აი ამ განგებულებაში, რომელსაც მოგვითხრობს საუფლო დღესასწაული და უფალი სწორედ მართალმა სვიმეონმა მიიქვა, ასევე ანაწინასწარმეტყველი იყო იქ, გითხარით მე თქვენ, მათი ხსენება არის დღეს. მოგილოცავთ, მაგრამ განსაკუთრებულად გვინდა რომ აი ამ მცირე დროში, რომელიც ჩვენ გვაქვს აქედან რომ გითხრათ თქვენ, განსაკუთრებულად გავამახვილოთ ყურადღება იმ იგავზე, რომელიც იყო აღმოკითხული დღევანდელ დღეს. დღევანდელ კვირიაკეს უძღების შვილის კვირა ქვია. იმ სახარებისეული იგავიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ დღეს, ამოვიკითხეთ სახარებაში ლუკას თავისაგან. ეს არის მოსამზადებელი დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდის მეორე კვირა უკვე. ანუ ჩვენ უკვე დიდმარხვის მოსამზადებელ პერიოდში ვარ და უკვე მეორე კვირა არის. წინა კვირა იცით რომ მეზვერის და ფარისევლის კვირა იყო და ასევე გითხარით რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ როგორ შეუდგებით ახლა აი ამ პერიოდს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თუ როგორ გამოგვივა შემდგომ მარხვა. იმიტომ რომ მეზვერის და ფარისევლის იგავი და უძღების შვილის იგავი ეს არ არის მარტო ამ კვირის სახელები, ამაში უდიდესი შინაარსი არის, ძალიან ღრმა შინაარსია და მეზვერეც ფარისეველიც უძღების შვილიც ის უფროსი შვილის, რომელიც დღევანდელ იგავში არის მოთხრობილი, ყველანი ვარ ჩვენ ყველამ ჩვენი თავი უნდა დავინახოთ. ჩვენი თავი უნდა დავინახოთ, სად ვარ ჩვენ და როგორი ვარ და რომელი ვარ ჩვენ. ესე იგი, პირველი, რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ პავლე მოციქულიც ამით იწყებს, ამ სიტყვებით იწყებს დღევანდელ ეპისტოლეს, რომ ყოველივე ჯერ არ ჩემ და არამედ არა ყოველი უმჯობეს არის. ნახეთ, ესე იგი, ყველაფერი შემიძლიაო მეო, მაგრამ ყველაფერი ჩემთვის უმჯობესი არ არისო. უყურეთ? აი, ადამიანი არის თავისუფალი. ღმერთმა ყველაზე დიდი რაც მოგმადლა ჩვენ ადამიანებს, ხო? ეს არის რა თქმა უნდა ის რომ მან თავის ხატად და მსგავსად შექმნა ჩვენ ადამიანები და რა არის ღვთის ხატება და მსგავსება თქვენ უკვე უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ არაერთგზის განგიმარტეთ და არაერთგზის ვიმეორებ ჩვენ ამას. რა არის ადამიანში ღვთის ხატება? მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ კარგად დაგვამახსოვრდეს. ღვთის ხატება ადამიანში არის სამი რამ, სამი ფენომენი. ეს არის ის რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და ადამიანს აქვს გონება. რაც შეეხება მსგავსებას, ეს არის პოტენციალი, რომელიც ნებისმიერ ადამიანშია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განავითაროს ეს პოტენციალი. ანუ დაემსგავსოს ღმერთს. შესაბამისად, ან არ დაემსგავსოს ღმერთს და დაემსგავსოს იმას, ვინც არის ღმერთის მოწინააღმდეგე, ხო? რომლისგანაც დაგვიფაროს ღმერთმა. ესე იგი, ნახეთ, აქვე არის ნათქვამი, ანუ პავლე მოციქული ამბობს, მე ყველაფერი შემიძლია, მაგრამ ჩვენ, ესე იგი, გავიხსენოთ, რომ ადამიანი მარტო თავისუფალი კი არ არის, გონიერი არსებაა. და როდესაც გონებას ჩართავ შენ, აი ამ შენ ფიქრში და არჩევანში, აი, მაშინ უკვე ფიქრობ, რომ კი, შემიძლია ესა, მაგრამ ჩემთვის ეს უმჯობესია? გესმით? აი, იმიტომ რომ მე ხო უკვდავი სული მაქვს. კაი, ეხლა შეიძლება ჩავიდინო ესა, მაგრამ მე ჩემი სულისთვის, რომელიც უკვდავია, ეს როგორ იქნება? აი ეს არის. აი სამი რაც არის ადამიანში ღვთის ხატება, ხო? თვითონვე გვიქმნის ჩვენ პირობას იმისთვის, რომ ცხონებისთვის ვიზრუნო და ცხონება დავიმკვიდრო. ეხლა რა თქმა უნდა ეს პავლე მოციქულის ეს წერილი ფართო კომენტარს საჭიროებს და ჩვენ დაუბრუნდებით აი ამ იგავს ისე, მაგრამ ეს სიტყვები რატო ვთქვი პავლე მოციქულის რომ ნახეთ იგავი მოგვითხრობს ერთი კაცის ამბავს, რომელსაც ორი ძე ჰყავდა
და მივიდა მასთან უმცროსი და ეუბნება მამაო მომეც მე რომელი ესე იგი მოითხოვა თავისი წილი მოკლედ რა რო არ გავართულოთ ეხა მოითხოვა თავისი წილი ძველ აღმოსავლეთში ზოგადად ესეთი იყო ესეთი წესები იყო რომ მაგალითად აი ძალიან მაღალი ყურადღება ექცეოდა მაღალ დონეზე მამას ქონება რო ქონდა მე შვილებს უნაწილებდა იმას ეს იურიდიულ კანონის დონეზე ხდებოდა პირველ შვილს ერგებოდა პირმშოს ქონდა უპირატესობა პირველ შვილს ერგებოდა ქონების ნახევარი და დანარჩენი ნაწილდებოდა დანარჩენებზე ხო და უმცროსაც ხო ეკუთვნოდა ხო თავისი წილი ჩვენ რას მივაქციოთ ყურადღება იცით რომ უმცროსი შვილი მიდის და მივაქციოთ ყურადღება რას იცით რომ მე ჩვენ როცა ამ უძღების შვილის ამბავს ნახავთ როგორც საწყალ დღეში ჩავარდა საუბედურ დღეში ჩავარდა მე ვნახავთ რომ იწყებს გონება ფიქს და ამბობს რომ აქო მშიერი ვკვდებიო და მამა ჩემთან ჩემზე უკეთესად არიან ჩემი მოსამსახურები ანუ გონება იწყებს აი რატო ის წანამძღვრება რატო გავაკეთე შესავალი რომ აი ნახეთ უყურეთ არ წერია რომ აი თავში არ წერია რომ დაждდა ეს უმცროსი შვილი და დაფიქრდა ხომ არ ჯობია ჩემი ქონება მე რო გამკარგო ან ეს რას მომიტანს მე არ დაფიქრდა გესმით ანუ მან თავისი თავისუფალი ნება მოიხმარა უყურეთ თავისუფალია ღმერთმა მოგცა ეს ოღონდ შენ ღმერთმა მოგცა ეს თავისუფლება ხო თავისუფალი ნება მოიხმარა მაგრამ გონება არა მივხვდით და მივიდა და თავისუფალი რაც ეკუთვნის მას ეუბნება მამა მომეცი მე მომეცი ჩემი წილი ეხლა ამის უკან რა დგას ჩვენ მივაქციოთ ამას ყურადღება დგას ესე იგი ჩვენი დასაბამიერი მტერი კასთან მოდგმის დასაბამიერი მტერი არათუ კასთან მოდგმის არამედ ანგელოზებისას ამ პარტავნება რას ფიქრობს უმცროსი შვილი რომ კაცო არ ჯობია წავალ ჩემ ჯგვალზე განვაგებ ამ ყველაფერს რაც მაქვს აი ეს არის მიხვდით არადა მამასთან ყოფობა ზოგადად ამიგავში ნიშნავს ჩვენი ღმერთთან ყოფობის იგივე არის რაც თავის აი ამ შვილის უძღების შვილის მამასთან ყოფობა აი ეს ორი სიტყვი წერია მომეცი მე ჩემი წილი ეუბნება მამას სამკვიდრებელი და მე წერია და განუყო მას საცხოვრებელთვის მამა ამ შემთხვევაში ღმერთი ადამიანს თუ კი თვითონ აი უყურე ერთადერთი აი ნახეთ ერთადერთი რაშიც ღმერთი არ ერევა ჩვენს პიროვნებაში და ჩვენ ცხოვრებაში ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება ნახე რა გვაქვს უბრალოდ აი დაფიქრდით ამაზე რომ გვაქვს ისეთი რამ რომელშიც ღმერთიც კი არ გვერევა რამხელა გაფრთხილება უნდა რამხელა პასუხისგებლობა უნდა რომ ღმერთმა აქ შენ დამოუკიდებელი დაგტოვა უყურე ღმერთის ქმნილება ხარ შენ საყვარელო მაგრამ არის მომენტი, როდესაც შენ ღმერთი გტოვებს და აი აქ შენ დამოუკიდებელი ხარ. ახლა რამხელა პასუხისგებლობა, როგორ სათუთად უნდა გამოვიყენოთ ჩვენ თავისუფალი ნება, ხო? იმ წუთში ეუბნება მამა. მამა არ დაუჯდა, მამას შეუძლია რომ მოკიდოს ხელი, დაუძახოს მსახურებს, წაიყვანოს და საერთოდ გამოკეტოს სადღაც და საერთოდ არ გაუშვას. არა, არ აკეთებს ამას. განუყო მას საცხოვრებელთვის, მისცა და წავიდა. და მერე წერია რომ შემდგომადო არამრავალთა დღეთაო, უყურეთ ამასაც არც ერთი სიტყვა არ არის შემთხვევით. კი არ დაждდა, კი არ დაფიქრდა, კიდევ ერთხელ გეუბნები. შემდგომად არამრავალთა დღეთაო შეკრიბაო ყველაფერი, ანუ უცებ გააკეთა ეს ყველაფერი. არ ფიქრობს, ვიხდით? შეკრიბა ყველაფერი და წავიდა. წარვიდა შორსა სოფელსა, შორის სოფელში გულისხმება ჩვენი ღმერთისგან შორს ყოფობა. და იქ განაბნია თავისი სიმდიდრე, რამე თუ ცხონდებოდა არაწმინდებით. უყურეთ, ყველას ჩვენ გვებრძვის კაცთან მოდგმის დაუძინებელი მტერი, მაგრამ აი მაგალითად ჩვენ რითი ვარ დაცული? დაცული ჩვენ ვართ მადლით. როცა შენ ხარ უფალთ, აი მე მაგისტვის მომყავს ის მაგალითი, აი ზეცაში ხო ანგელოზები უთვალავია, დათვლა არა აქვს ანგელოზებს. გარკვეული ნაწილი, რომელიც ესე იგი მიემხრო იმ დაცემულ სულს, ისინი გარდმორდომილი ხდნენ ზეციდან, მაგრამ ვინც დარჩა, ისინი რატო არ ეცემიან სოდვაში? ისინი რატო არ გაამპარტავდნენ?
რატომ და ისინი სულ უფალთან არიან. მივხვდით? უფლის მადლით არიან. აი ესე არიან ადამიანების, თუ კი უფალთან ვარ ჩვენ, უფალი გვაფარებს თავის კალთას და თავისი მადლით გვიზრ. რას ნიშნავს უფალთან მყოფობა? აი რასაც თქვენ აკეთებთ. კეისარს კეისრის მიეცითო, ღმერთს ღმერთისა, ანუ კვირაში ერთი დღეა. როცა ქრისტე გეძახის და გეუბნება რომ აჰა მიიღე ესე არის ხორცი ჩემი შენთვის განტეხილი და სულ ამისგან ყოველთა ესე არის სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული. მითხარით ცხოვრებაში ადამიანი რომელსაც ისე უყვარხარ რომ გითხრა რომ აჰა მე ვკვდები და შენ გაიხარე. ყავთ ესეთი ადამიანი და მოკვდა თქვენთვის. იმაზე არ მაქვს საუბარი რომ მიიღე და ხორცი ჩემი ჭამე და სულ ამისგან ყო. ვის უყვარხართ ესე? არავის და ესეთი მოყვარული გეძახის კვირაში ერთი დღე და შენ სადღაც მიდიხარ და უეჭველია რომ მოგინადირებს ეშმაკი და რაღაცაში ჩაგაგდებს, ხო? ხო გარდაუვალია ეს ყველაფერი. და როდესაც ყველაფერი დახარჯა იმ ქვეყანაშიო, იმ სოფელი სადაც იყო დიდი შიმშილობა ჩამოვარდაო და მივიდაო და ერთ-ერთს დაუდგა მოჯამაგირეთ, რომელმაცო გააგზავნა იგი ველად ზოვნად ღორთა. აიყურეთ რა ხდება ფსიქოლოგია როგორი ადამიანის. როცა ადამიანი ცოდვაშია, ხო? ის უნდა მოვიდეს ეკლესიაში, აუცილებლად. უნდა დაბრუნდეს აქ. აღსარება უნდა თქვა, შენდობა უნდა მიიღოს და უნდა წამოდგეს ფეხზე, მაგრამ ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკია და ეს კარგად დაიმახსოვრე და კარგად მიაქციეთ ყურადღება. როდესაც გაგთქვიფავს ცოდვებში, მერე რას გიშვება, იცით? ისევ ცოდვას გთავაზობთ გამოსავლად. რომ კი არ გეუბნები, ის არავის არ გეტყვის, წადი თავს უშველე. გეუბნება ამ ცოდვაში ხარ? აი მაგალითად დაუშვათ, ხო, რაღაცა შეგემთხვია, რაღაცა ბოროტი, მიდი წადი მოიპარე და ფულით ამას გამოასწორებ. მოიპარაო მერე, ხო? მერე გეუბნება, არ გინდა ნომიხვალ მართლმსაჯულებაზე, წადი გაიქეცი. მერე გეუბნება ვიღაცა მოგაკვლევიებს, ნუ ესე რა. და ეს უძღებიშვილიც სახია ამისა, იმიტომ რომ გამოსავალი რაში ნახა, იმ ქვეყანაში შიმშილობა რო ჩამოვარდა, არაფერი რო არ ქონდა, რაში ნახა გამოსავალი, ნახეთ, მივიდა მოჯამაგირე დაუდგა, ის უშველის. ეს ღვთისგან მიტოვებული სამყაროა, ეს სოფელი, რაზეც ახლა ლაპარაკობთ ამ იგავში. ანუ ეს არის ადგილი, სადაც ღვთისგან მიტოვებულია და იქ რო დაძრწიხარ, იქ ვერიშო ვერ ნახავ გამოსავალს. მივხვდით, რამდენ რამეს მოგვითხრობს ეს იგავი. და მივიდაო და დაუდგა მოჯამაგირეთო და ნახეთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა, აი ბოლო აღწერა არის საოცარი, ძალიან ლაკონურად არის, მაგრამ კარგად არის შინაარსი წარმოჩენილი რომ მერეო, ესე იგი, როგორ მდგომარეობაში იყო რომ ფიქრობდაო ერთი ნეტა აი ღორები რო ჭამეს საჭმელს, ხო? ნეტა იმ საჭმელით ერთი გამომაზღო მეო რა, აი რქა ერქვა მაგას, რკოსავი სცენარე იყო, შეიძლებოდა ადამიანებისთვისაც საჭმელად გამოსადეგი იყო. ნეტა იმით გამომაზღო, აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდა. უმდიდრესი, მოდი ესე ვთქვათ, უმდიდრესი ოჯახის შვილი. ესეთ მდგომარეობაში ჩავარდა. მაგრამ ნახეთ განსასწრელი რა არის. ეს ხო განსასწრელია ეხლა. ამ მდგომარეობაში ჩავარდა, ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს ეხლა ამას, ხო? მაგრამ ნახე რა სარგებელია განსასწრელს. და წერია ესეთი სიტყვები, რომ და მოეგო რა თავსათვისა. უყურეთ, ამ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ მანამდე თავის თავს არ ეკუთვნოდა ისა. აბა ვის ეკუთვნოდა? აი ესე ჩაკიდა, ჩაასო თავისი კლანჭი ბოროტმა სულმა და ის ატარებდა. თავის თავს არ ეკუთვნოდა. იმიტომ რომ გონება არ მოიხმარა. გონება არ ჩართო თავისუფალ არჩევანში. და როდესაც მოეგო თავსათვის, ამიტომ წერია სიტყვები. თქვა. რა თქვა? თავის გულში ჯერ რომ აი მამა ჩემის სახშიო რამდენად უფრო კარგად არიანო და საჭმელიც აქვს ყველაფერიო მოსამსახურებს და მე ვაქო მშიერი კვდებიო. გაახსენდა მამის სახი. და ფიქრობს, ანუ თავის გადაწყვეტილებას იღებს ჯერ თავის თავში. ამას მიაქციეთ ყურადღება რომ ავდგებიო, წავალო და მივალო მამა ჩემთანო და ვეთყვი ესეო. ამ ცოდვას მე ამ ლოცვას მე მაგალითად ყოველდღიურად ვამბობ და გირჩევთ რომ თქვენს თქვათ ეს ლოცვა, აი ეს ლოცვა, უყურეთ,
სოდე მამაო ცად მიმარდა წინაშე შესად არღარა ღირს ვარ მეწოდება ძე ჩენ და არამედ მყავმე ვითარცა ერთი მუშაკთაგან. სინანულის გამოხატულება არის. მივალო ეხა ფიქრობს ჯერ არ მისულა. ფიქრობს რომ მივალო ეხა და ვეთქვი მამაო ცოდე ცად მიმარდა წინაშე შენსაო და მე აღარ ვარ შენი შვილა დაბრუნება აღარ ეღირსება თავი გესმით? და მოდი დამადგინე ერთი შენი მოსამსახურე ვიქნებიო. და ამის გაფიქრება იყო და გადაწყვეტილება მიიღო და ადგა და მოვიდა მამისა თვისისა. და ეხლა რა ხდება ეხლა როგორ ხვდება ღმერთი ადამიანს? აი ცოდვილ ადამიანს გონია რომ ნუ ჯერ იქ 1000 ხრიკებს უგებს ბოროტი რომ არ დაბრუნდეს ეკლესიაში, მაგრამ ბოლო ხრიკი რაც არის ბოროტი, აი შეიძლება გადალახოს ყველაფერი, მაგრამ ამ ასეთ ცოდვილს როგორ მიმიღებს? აი ეს ღუდელს როგორ უთხრა? ყველანი ესე ვარ. ყველას ესე უჭირს. და ეხლა ვნახოთ როგორ ხვდება ღმერთი ადამიანს, შესაბამისად ღუდელი, ეხლა ეს შუამდგომელი რომელიც დგას ეკლესიაში ხილულად ჩვენ ვინც უნდა მიგიღოს ეს არის ღუდელი. და ვნახოთ როგორ ხვდება ღმერთი მონანულ ადამიანს. და ვიდრე იგი შორსღა იყო, ჯერ სანამ შორს არის, ჯერ არ მოსულა, იხილა იგი მამამან. ღმერთი ხო გულთამხილავია, ხო? შენი გული ხო იცის იმან? შენ როგორ მოდიხარ ეკლესიაში, ხო იცის? შორიდან დაინახა და შეეწყალა იგი. აი რეაგირება რა არის ეკლესიის ადამიანზე. ეკლესია ადამიანს კი არ ასამართლებს, კი არ სჯის აქ. შეეწყალაო. გესმით? აი და დანარჩენი რასაც მოქმედებს ეკლესია ადამიანზე, ყველაფერი შეწყალებით არის. ეს იცოდე. გინდა ეპიდემია ავიღო დაუშვათ, აი უზიარებლობა არის, გინდა რაღაც, ყველაფერი არის სიყვარული და შეწყალებით. შეეწყალა და მირბიოდა იგი და დავარდა ქეცა მისსა ზედა და ამბორს უყოფდა მას. ნახეთ როგორ ხდება. შორს არის ჯერ. გაიქცა მამა. სანამ ის მოვიდა, მამა გაიქცა და დავარდა ქეცა მისსა, ჩაეხუტა, მოდი ესე რო თქვა. და კოცნის ამბორს უყოფდა მასო. ნახეთ როგორ შეხვდა. ეხლა თქვენ ცოტა წარმოვიდგინოთ რას გავს ეხლა ეს უძღები შვილი. აი როგორია იცით, აი ჩამოძონძილი, ჩამოხეული, სუნიც აზდის, აბა ღორებთან არის ეხლა, ხო წარმოგიდგენია? ხო? გაუბედურებული და როგორ კოცნის, როგორ ეხვევა მამა. ნახეთ, აი ეს არის, ესე ხვდება ეკლესია ადამიანს. ისიც რატომ არის ეს იგავი აქ? აი ამ პერიოდში რომ მე თქვენ სანამ ესე იგი მოსამზადებელი პერიოდი რომ დაიწყო გითხარით, ეხა ეკლესიის ხმა იცვლება. აი როგორ იცვლება, ეს აი დედები ვინც ხართ, აი ბავშვი ხო ეძახი ხანდახან, მოდი შვილო, ხო ეს ეუბნები. მაგრამ არის შემთხვევა რომ მოდი შვილო, ასე რაღაცნაირად ხმამაღლა ემოციურად ეუბნები, ხო? აი ესე გვეძახი, ესე ეძახის ეხლა ეკლესია თავის დაკარგულ შვილებს. აი ეს ხმა არის ეხა, იმიტომ არის ეს იგავი ამ იგავის უკან ეს ხმა დგას საყვარელი. და ეხა დაიწყო შვილმა მამაო სოდე ცად მიმარდა წინაშე შესა და აღარ ვარ შენი შვილობის ღირსი. მერე გაგზელება ამის რა იყო ხო გახსოვთ? დამადგინეო მუშაკად ერთი შენიო აქაო ხო? აღარ აცლის ამის თქმას. მამა. ნახეთ, განა არ იცის რა უნდა უთხრას. მიუბრუნდა მამა თავის მოსამსახურეებს და ეუბნება: გამოიღეთ სამოსელი პირველი. ნახეთ, პირველი სამოსელი ეს არის აი წასვლამდე რა პატივშიც იყო იგივე. იმ წუთში ნახეთ რა ხდება. და შეჰმოსეთ მას და შეაცუდ ბეჭედი ხელსა მისა. იმ წუთში აღუდგინა შვილობის პატივი. ბეჭედი ამას ნიშნავს. და ხამლი ფერხთა მისდა, ანუ წადი როგორც შვილი. და მოიბძვარაკი იგი ჭამებული, აი აქ უკვე უფრო სიღრმისეულად გადავდივართ აი ამ იგავის განმარტებაზე. ზვარაკი იგი ჭამებული არის ქრისტე. ზვარაკი, რომელიც სწორედ ცოდვილისთვის დაიგლა. მიხვდით? ზვარაკი ჭამებული, ანუ აქ არის საიდუმლო გახსნილი იმისა, რომ ესე იგი თურმე ქრისტე ვისთვის გახსოვთ ზაქეს სახარება. ძე კაცისა მოვიდა ცხოვრება და მოძიება წარწმედულისა. გახსოვთ?
აი ეს საიდუმლო არის აქ მოთხრობილი. ზვარაკი ჭამებული ქრისტეა, რომელიც სწორედ მონანული ცოდვილისთვის შეიწირა. და ჭამო და ვიხარებდით, რამე თუ ძე ჩემი მომკვდარი იყო და განცოცხლდა. მე ხშირად გეუბნებით ხოლმე თქვენ რომ წმინდა წერილი ხშირად არაერთგზის უწოდებს ადამიანების კატეგორიას მკვდარს. აი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი არის. პირდაპირ ამბობს სახარება რომ მკვდარი იყო ესა, მკვდარიო. ანუ ადამიანი რომელიც აქ არ არის, ხო, მკვდარია ისა. წარწმედული იყო და იპოვა და იწყეს განცხრომა. ეხლა გადავდივართ იგავის მეორე ნახევარზე. გაგვიგზელდა ჩვენ ცოტა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მეორე ძმა. მეორე ძმის ამბავი. რომელიცო უფროსი არის თან და უხუცესი, რომელიც იყო გარეთ თავის საქმეს მუშაკობდა და როცა მოვიდაო, დაინახა ეს სიხარულის და განცხრომის ხმა გაიგონაო და დაუწოდა, დაუძახა ერთ მონათაგანსო და ეუბნებაო რომ რა იარს ესეო, რა ხდება ჩვენ სახლშიო. ხოლო მან რქვა, აი ნახეთ, ძმაი შენი მოსრულ არს ეუბნება. შენი ძმა არის ეს ახსენებს. შენი ძმა მოვიდაო. არ იყო საკმარისი იმისთვის რომ შერთვოდა აი ამ სიხარულს, მითხარით. ვა, ჩემი ძმა მოვიდა, რომელიც ამდენი ხანი არ მინახიან, ნეტა რა იყო, რა მოუვიდა, ნეტა ცოცხალია, კაცო, გადაეხვიოს რაღაცა, ხო? მაგრამ ნახეთ შური, ოხერი. და მამამა შენმაო დაკლა ზვარაკი იგი ჭამებული, რამე თუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ანუ აქვე არის ნათქვამი, ვერ გაიგე შენ, აი შენი ძმა მოვიდა, შენი ძმა არის ის. რას გვეუბნება ამით ჩვენ სახარება? ის დაცემული ადამიანი რო არის, შენ რომ განიკითხავ, შენ რომ წარმოგიდგენია რაღაც უბედურად, ის შენი ძმა არისო, ჩვენ შეგვახსენებს. მაგრამ ვერ გაიგე? მაშინ გეუბნება რომ ცოცხლებით მოვიდა, ეხლა მაინც გაიხარე, რომ კარგად არის, კარგად მოვიდა. ანუ აქცენტია მივხვდით რომ შენ რო ვერ მივხვდი რომ კარგად მოვიდა და რო გიხაროდეს, შეახსენებს რომ კარგად არის. ხოლო იგი განრისხნა და არ უნდოდა სახლში შესვლა. მამა გამოდის აი ამ უფროს ძმასთან, ამ ჩვენ ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ კურთხეულას ღმერთი, რომელსაც ყოველსა კაცსა ნებას ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. განა უფროსი ძმა მოიძაგა მამამ, უფროსი შვილი არა. იმასაც იგივე სიყვარულით ეუბნება. გამოვიდა და ჰლოცვიდა მას, ჰლოცვიდა, ანუ თხოვს, ეხვეწება. რომ კარგი ხარ, რა მოგივიდა, შენი ძმა არის და დაბრუნდა და მეო ამდენი ხანიაო შენთან ვარო და ერთი თიკანი არ დაგიკლიაო ჩემთვის რომ ჩემ მეგობრებთან მეხარაო და ესო რომელმაცო მთელი შენი ნახევარი ქონება გადააგო არაწმინდებაშიო ზვარაკი დაუკალიო ჭამებულიო და ბოლოს სიტყვები არის ესეთი რომ კიო უნდა ვიხარებდეთო იმიტომ რომ შენო სულ ჩემთან ხარო და ჩემი ყოველი შენი არის აი ეს არის როცა ადამიანი ვართ ეკლესიაში ხო უფალი უშურველია მისი მადლი ანუ რაც უფალს აქვს წარმოიდგინეთ თქვენ რომ ყველაფერი შეუძლია მოგცეს აბა ეხლა შენ გაგიჩნდება შეკითხვა რატო არ მაძლევს იმიტომ რომ დამტევი არ ახარ საყვარელი თორე ღმერთი უშურველია რაც ღმერთს აქვს ყველაფერს მოგცემს გარდა ბუნებით ღმერთობისა მადლით ღმერთობასაც მოგცემს მაგრამ დამტევი არ ვარ ჩვენ ამის მიხვდით ხო და ახლაო სიხარული და მხიარულება გმართებსო რამოთუ ძმაი ესე შენი აქაც არის შეხშენებო რა ეს შენი ძმა არის ძმაი ესე შენი მომკვდარიყო და განცოცხლდა წარწმედულიყო და იპოვა აი უყურეთ ბოლოს რა ვთქვათ რომ თავარი შინაარსი ამ იგავისა ის არის რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ის ადამიანები რომლებიც ჯერ არ მოსულან და უნდა თუ დავინახეთ რომ მოვიდა გავიხაროთ უნდა თუ არ გავიხარეთ ესე იგი შურის დემონი არის ჩვენ გულში და მაშინ უნდა ვთქვათ რომ აი არ გამიხარდა იმ ადამიანის სიკეთე ხომ და ზოგადად სულიერი მდგომარეობა აი ეს არის თავარი რისთვისაც არის ეს იგავები რომ
დედა ეკლესია ხა ცდილობს რომ ჩვენ მოგვიყვანოს რაღაც სულიერ მდგომარეობაში. რა სულიერი მდგომარეობა არის ესა? აი მოკლე მუხლი ამოვიწერეთ ჩვენ გუშინდელი ლოცვიდან, რომელსაც ეხლა წაგიკითხავ და აი როგორც აქ კითხულობთ ეხლა ესე უნდა ვიყოთ ჩვენ და მოისმინეთ ყურადღებით. წიაღნი მამული განმიხვენ წყალობით, რომელმან ესე უძღებები წარვაგე ცხოვრება ჩემი, სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ, ვარ კასტმოყვარებისა შენისასა მაცხოვარ. ანუ შენი კასტმოყვარების იმედი მაქვს, მე ვარ ეს უძღების შვილიო, მე დავხარჯე შენი ქონებაო ამბობს. ანუ ჩვენ ვამბობთ ამას. და დაგლახაკებულსა ამას ნუგულებელს ყოფ, როგორც ის დაგლახაკებული მოვიდა, მეც ნუგულებელს ყოფ დაგლახაკებულსაო. სულსა ჩემსა რამოთულ შენ უფალო სინანულით გიღაღადებ. სოდე მამაო, სად მიმარდა წინა შენსა. აი ეს არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომელიც ინებოს ქრისტემ და ჩვენთვის დაკრულმა ზვარაკმა და მოგმადლოთ ჩვენ თავისი მადლით და წყალობით, რომლისათ არა მამასა ჩვენის დიდება სულიწმინდით ურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.